დღეს სამარყანდის გულს, რეჯისტანის მოედანს უნდა ვეწვიო და თქვენს დაგათვალიერებინებთ. თან მოგიყვებით საინტერესო ამბებს. დაჯავშნე მოგზაურობა ჩემი ტურისტულით. მოგწერე სოციალურ ქსელებში. სამარყანდი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია ცენტრალურ აზიაში, რომელიც მდებარეობს უზბეკეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში. მისი ისტორია დაახლოებით 2700 წელს ითვლის. სამარყანდი იყო ერთ-ერთი მთავარი ქალაქი აბრეშუმის გზაზე და მრავალი იმპერიის კულტურული, ეკონომიკური და საგანმანათლებლო ცენტრი. აი, მოვედით ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობასთან, რეგისტანის მოედანთან. ქორწილის ფოტოსესია ამ ტრედებით აქვე ყოლიათ. როგორც ჩანს, აქ ფოტოსესიებს ხშირად აწყობენ ხოლმე. და არა მხოლოდ ქორწილის. ეს ნახეთ რა ლამაზია. როგორც გავარკვია, აქ შეგიძლიათ ნაციონალური ტანსაცმელი იქირავთ და ფოტოსესია მოიწყოთ. ვერაფერს სიტყვით, უდაოდ ლამაზია. რაც შეეხება თავად მოედანს. რეგისტანის მოედანი სამარყანდის გული და სიმბოლოა. ეს უძველესი მოედანი საუკუნეების განმავლობაში იყო ქალაქის საზოგადოებრივი, საგანმანათლებლო და სულიერი ცენტრი. სახელი კი ნიშნავს ქვიშის ადგილს, რადგან ძველად აქ მხოლოდ ქვიშით დაფარული ფართობი ყოფილა. შუა მოედანზე დგომა წარმოუდგენელი განცდაა, თითქოს დროში უკან ბრუნდები. მოედანს სამივე მხრიდან არქიტექტურული შედევრები ეკვრის. ულუღბეგის მედრესე, აშენებულია ცნობილი ასტრონომისა და მმართველის ულუღბეგის მიერ, აქ ასწავლიდნენ მათემატიკას, ასტრონომიასა და ფილოსოფიას. შერდორის მედრესე გამოირჩევა ფერადი მოზაიკებით და თვალწარმტაცი გამოსახულებებით, მათ შორის ცნობილი მზის ლომით და ტილაქარის მედრესე, რაც ნიშნავს ოქროთი მორთულს. მისი შიდა დარბაზი ნამდვილად ბრწყინავს. კედლები და გუმბათი ოქროთია დაფარული და წარმოუდგენელ შთაბეჭდილებას ახდენს. სამივეს სათითაოდ დაგათვალიერებინებთ. ხო, აქ ვიზიტი ფასიანია და ერთი ზრდასრული 65,000 უზბეკური სუმი ღირს, რაც დღევანდელი კურსით $5. აქაურობა ძალიან ლამაზი და ფერადია, საკმაოდ განსხვავებული გარემო და აურაა. ესეც ულუღბეგის მედრესე. ეს მედრესე აშენდა 1420 წელს და დააარსა ტიმურის შვილიშვილმა ულუღბეგმა, რომელიც ასტრონომი და მეცნიერი იყო. ეს იყო არა მხოლოდ სასწავლებელი, არამედ მთელი მეცნიერების ცენტრი. აქ ასწავლიდნენ მათემატიკას, ასტრონომიასა და ფილოსოფიას. სწორედ ულუღბეგის მედრესე იყო ერთ-ერთი პირველი უნივერსიტეტი მთელს რეგიონში. ულუღბეგის მედრესის პირდაპირ დგას შერდორის მედრესე, რომელიც აშენდა მე-17 საუკუნეში. ის გამოირჩევა თავისი სიმბოლიკით. გარე ფასადზე გამოსახულია ლომები მზის სახით, რაც იშვიათობაა ისლამურ არქიტექტურაში, სადაც ცოცხალი არსებები იშვიათად გამოისახება. შერდორ თავად ნიშნავს ლომებიანს. ეს მედრესე უფრო დეკორატიულია ვიდრე სამეცნიერო. აქ ძირითადად ისლამური რელიგიური სწავლება ხორციელდებოდა. მისი ინტერიერიც მდიდრულადაა მორთული და მთლიანად შენობა ასხივებს სიძლიერესა და სულიერ სიმშვიდეს. და ტილაქარის მედრესე. ყველაზე გვიანდელი და ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მედრესეა რეგისტანის მოედანზე. მისი მშენებლობა 1646 წელს დაიწყო და 14 წელს გრძელდებოდა. ტილაქარის მედრესე არა მხოლოდ სასწავლებელი იყო, არამედ მეჩეთიც, რაც მას ორმაგ როლს ანიჭებდა, სწავლას და ლოცვას აერთიანებდა. მისი დიზაინი უფრო